პაციენტთა ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში. შეხვედრას კლინიკების ხელმძღვანელები, ექიმები და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაესწრნენ. საუბარია სამედიცინო დახმარების ცენტრის გადაწყვეტილებაზე. ექიმების ინფორმაციით პაციენტთა გადაყვანა შესაბამისი პროფილის მქონე სამედიცინო დაწესებულებებში დროულად არ ხდება. ეს მოქალაქე და ჯანმრთელობას კი საფრთხეს უქმნის. შეხვედრა საზოგადოებრივი თანხმობისა და კოორდინაციის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა. ოქტომბრიდან მთავარმა ექიმმა სასწრაფოსი გადაწყვიტა, რომ მწვავე ინფარქტიანი ავადმყოფები მიიყვანოს ზოგადი კლინიკებში ტრავმებთან, ფილტვების ანთებებთან ერთად ნევროლოგიური ავადმყოფები, მწვავე ინფარქტიანები და დრო იკარგება ავადმყოფი, ან იღუპება, ან დიდი ინფარქტი ხდება, რაც მერე ინვალიდობის საფუძველს იძლევა და ტვირთად აწვება ავადმყოფოს. როდესაც მადლობა ღმერთს გაქვს კლინიკები, სადაც სამედიცინო დახმარება შეიძლება თავის მაღალ დონეზე გაუწევ, მიიყვანე იქ ავადმყოფები, არ მოყავთ ჩვენთან ავადმყოფები. ჩვენს მიერ მოსმენილი იქნა ყველა ის პრობლემა, რაზეც დღეს კლინიკის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს. ეს რა თქმა უნდა ჩვენთვის ძალიან საინტერესოა და ძალიან მნიშვნელოვანია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამაზე დავსხდებით, ისაუბრეთ და აუცილებლად ხელმძღვანელობას ამას ყოველთვის მოვახსენებთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემები რაღაც ისე გადაწყდება, როგორც პაციენტისთვის სასარგებლოდ.